Ну, რა თქმა უნდა, ხო ჩვენ ამაზე თქვენს თქვით არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ კიდევ ერთხელ აუხსნათ თქვენს რაოდენობით მაყურებელს, რომ რეალურად ჩვენ 12 დეპუტატით 99 დეპუტატიანი უმრავლესობის დაძლევას, რა თქმა უნდა, რიცხობრივად და მათემატიკურად ვერ შევძლებთ და ამასაც არავის დაუპირებებივართ და არც ველით და გასაგებია რომ ეს ასე ვერ მოხდება სამწუხაროდ, მაგრამ თავარი ეს არ არის. თავარი არის შემდეგი რამ, რომ აი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი რაც რა თქმა უნდა დამეთანხმებით რომ არავის საკუთრება არ არის, არც ოცნების, არც რომელიმე სხვა პარტიის არის ქართული ხალხის საკუთრება და ამ პარლამენტში პირველ რიგში მანდატები სადაც ოპოზიცია უნდა შესულიყო. რა თქმა უნდა და ჩვენი შეცდომა ვაღიარეთ. იცით, იქამდეც არაერთხელ და პარლამენტშიც მეც როდესაც გავაკეთებ ჩვენი პირველი პოლიტიკური განცხადება, სწორედ ამით დავიწყე, რომ დიახ, პოლიტიკური ბოიკოტი იყო შეცდომა, იმიტომ რომ ამან გამოიწვია ის რეალობა, რაც მივიღეთ. ხო და მივიღეთ რა, რომ ოცნება ამას აქამდე უყურებდა როგორც პირდაპირ თქვა პარტიულ ოფისს. ანუ პარლამენტში არის მოდა განსხვავებული აზრი, არის მოდა ქართული ხალხის ხმა და ნუ ოცნება აგრძელებდა ქვეყნისთვის დამაზიანებელი კანონების მიღებას. ამიტომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რატომ შევდივართ პარლამენტში, ჩვენ პირველ რიგში აი ამ რეალობას ვითვალისწინებთ და რეალობის თვალებში ვუყურებთ და ვაღიარებთ, რომ დიახ დღეს ქვეყანას მართავს ოცნება. ხლა აქ მესმის რომ ლეგიტიმაციის საკითხი არის მთავარი. კითხვა ეს იქნება და ანუ თქვენ მიეცით თქვენი გაგებით, იმიტომ რომ თქვენ უწოდებდით არალეგიტიმურს, ლეგიტიმაცია პარლამენტს, ასე გამოვიდა, იმიტომ რომ ამის გამო დაგესხენ თავს თქვენივე კოლეგები თუ ეხა უკვე ოპონენტები თუ რა უწოდა ოპოზიციის პარტიებს. ამისთვის კი ბატონო, ეს რა თქმა უნდა ძალიან სწორი კითხვაა და მოდი ავხსნათ რეალურად ვინ მისცა თუ ვინმე მისცა ლეგიტიმაცია დღევანდელ ოცნებას, ეს პირველ რიგში არიან ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომელთა უშუალო ჩართულობით, ხლა ეს არ აქვს მნიშვნელობა, ზოგი შეიძლება ამას შეცდომით აკეთებდა, ზოგისთვის შეიძლება განზრახ დანაშაულიც იყო, ზოგი შეიძლება სასარგებლო იდიოტის როლში იყო, როდესაც არჩევნების ნაცვლად აი მშვიდობიანი დამხობის აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებდა 4 ოქტომბერს. ქართულ ხალხს, მაგრამ მივიღეთ ის რაც მივიღეთ და ეხლა ბევრს კი უნდა და მათ პირველ რიგში კი სურთ რომ ეხლა ეს ფურცელი გადავფურცლოთ და მალე დაგვავიწყოთ. ხო, მაგრამ იცით რა მიხსენით? აი 4 ოქტომბრის მოვლენებით როგორ მისცა ლეგიტიმაცია პარლამენტს? რა მოხდა 4 ოქტომბერს ყველამ ვნახეთ, კი ბატონო, მაგრამ ეს რატომ არის რაღაც გზა ამ პარლამენტის ლეგიტიმაციამდე? ეს რა მიხსნათ თქვენი შეფასებით? 4 ოქტომბრამდე ოცნებას ჰქონდა რეალურად ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი. ხო, ახლა ჩვენ რო გავიხსენოთ მაგალითად გასული წლის ბოლო, გავიხსენოთ ამ წლის დასაწყისი რეალურად მაშინ საპროტესტო მოძრაობა იყო პიკში რეალურად და ნუ ოცნებას ჰქონდა უმწვავესი კრიზისი ლეგიტიმაციის, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც დაიწყო აი ამ მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის ტოტალური კამპანია, პირდაპირ თქვა და ამას მე დაერთო უკვე მშვიდობიანი დამხობის ეს პროვოკაციისკენ მოწოდება 4 ოქტომბერს. ბუნებრივია ოცნებას მიეცა საშუალება, რომ საზოგადოებისთვის შეეთავაზებინა საკუთარ ცუდ მმართველობაზე გაცილებით უარესი ალტერნატივა, რაც იყო ზოგადად მშვიდობიანი დამხობის, ანუ პოტენციური არეულობის რადიკალიზაციის გამწვავების და სამოქალაქო დაპირისპირების ერთგვარი საფრთხე და ნუ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ნინო რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს რეალობა შეაფასა და არჩევანი სამწუხაროდ გააკეთა თუნდაც იმ არსებული მწვავე რეალობის, რასაც ქვია ოცნების რეჟიმის მართლობა სასარგებლოდ და არა მშვიდობიანი დამხობის სასარგებლოდ. რომ ყოფილიყო თქვენ იზიარებთ თქვენი ყოფილი კოლეგების უკვე, იმიტომ რომ პარტნიორებიც იყვნენ თქვენი, რომ იგივე ლელოს წევრები ამ სტუდიაში ხშირად ამბობდნენ, რომ მთელ ოპოზიციას რომ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში, სურათი დადგებოდა სხვაგვარი. ანუ ბოიკოტმა დააზიანა არჩევნებიც, ასე ფიქრობთ, ოპოზიციის შედეგებს გულისხმობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ რო გადავხედოთ თუნდაც იმ გაყალბებული არჩევნების შედეგებს, იქ პირდაპირ ჩანს, რომ მაგალითად თბილისის შემთხვევაში ოპოზიციას ჯამურად ჰქონდა რამდენიმე 10,000 ხმით მეტი მიღებული ვიდრე ოცნებას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ახლა ოცნება კარგად ხვდებოდა, რომ ერთ წელიწადში როდესაც დადგებოდა მუნიციპალური არჩევნების დრო, ის ვერ შეძლებდა თბილისის მოგებას ხელახლა. მაგრამ რეალობა დადგა, რომ ამ ერთ წელიწადში დასუსტა ოპოზიცია, თქვენც კი უფრო ნაკლები ხმა მიიღეთ. აი, ეს რატომ მოხდა? თქვა გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შესაძლოა არ იღებდნენ მონაწილეობას, იმიტომ რომ მათ ღიად მოუწოდეს, ხო, თავის ამომრჩეველს, რომ არ მიხვიდეთ არჩევნებზე. რატომ ვერ დადო თქვენმა პარტიამ მაშინ ანალოგიური შედეგი რაც 24-ში? ბატონო, ძირითადი მიზეზი ეს რა თქმა უნდა, ბევრი სხვადასხვა ფაქტორია, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი ფაქტორი ეს არის ისე ბოიკოტი, ხო? იმიტომ რომ ჩვენი ამორჩევლების დიდი ნაწილი, ახლა ჩვენ კი რეალურად ვაღიარებთ, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ხე იმდენად მწვავე ვითარება იყო ქვეყანაში და ოცნება მართლაც იმდენი დამაზიანებელი კანონი მიიღო და იმდენად იძალოდა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიათ მოქალაქეებზე, მათ შორის ხო, რომ რეალურად ვითარება იყო ძალიან რთული და ამიტომ ეს ბოიკოტის კამპანია მოსახლეობის ნაწილმა დაიჯერა, რომ ეს იყო მართლაც ალტერნატივა და შეიძლება ამ კამპანიას და შემდეგ უკვე მშვიდობიანი დამხობის, ასე ვთქვათ, მოლოდინს მართლაც მოეტანა
ცვლილება ამ ქვეყანაში. და ამან გამოიწვია ის, რომ რეალურად ბოიკოტს ძალიან ბევრი ადამიანი მიემხრო. მაგრამ ამან მოიტანა რა? მოიტანა ის, რომ პოლიტიკა საერთოდ გაქრა პოლიტიკური პროცესიდან, იმიტომ რომ ჩვენ შესაძაც დავუბრუნდით პარლამენტში ვთქვით ერთ-ერთ მიზნად, რომ ჩვენ პოლიტიკა თუ არ დავაბრუნეთ პოლიტიკაში, ნინო, სხვა შემთხვევაში ჩვენ ოცნებას კიდევ უფრო მეტ საშუალებას მივცემთ და აზიანოს ეს ქვეყანა. და ამიტომ დღეს ახლა 2 დღეა უკვე რაც ვართ პარლამენტში, მაგრამ მე მგონი უკვე კარგად ჩანს, რეალურად კარგად გამოჩნდა, ახლა მართლაც უნდოდა თუ არა ოცნებას ჩვენი შეცვლა, რა თქმა უნდა არ უნდოდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად კომფორტულად გრძნობდა თავს, ისე იღებდა ამ კანონებს, რომ საერთოდ ინფორმაციის და ამის გამომტანიც კი არ იყო იმ პარლამენტიდან, მაგრამ ახლა დღეს ახლა მართალია ჯერჯერობით შეხა ჩვენ მხოლოდ რაღაც პოლიტიკური განცხადებებით ჩვენ მოიფარგლეთ და დღეს ინტერპელაცია იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო სტუმრად, უკვე რაც გავაკეთეთ, ესეც ადასტურებს იმას, რომ ხალხი ამას მხარს უჭერს, იმიტომ რომ არ შეიძლება კონდეს პარლამენტი, რომელიც რეალურად დე-ფაქტო რეჟიმში გულისხმობს, ღებულობს კანონებს და შემდეგ ამ კანონებით სახსრულებასაც, რა თქმა უნდა, თავად ახდენს, იმიტომ რომ ფაქტია, დღეს ოცნება განკარგავს ხელისუფლებას სრულად. ხელისუფლების სამივე შტოს აკონტროლებს და მის ხელში არის კონსოლიდირებული ძალაუფლება. ჩვენ ხომ არაერთხელ გვსაუბრია, ოცნება ავტოკრატიული რეჟიმია. და ამიტომ ამ ავტოკრატიულ რეჟიმთან დაპირისპირების სწორი და ეფექტიანი გზების გამოძებნაა საჭირო. და ეხლა ნუ ცხადი გახდა, რომ მშვიდობიანი დამხობის სცენარი ოცნებას ვერ ასუსტებს პირიქით, ნინო, პირიქით. და რატომ ახლა გიორგი, ანუ 4 ოქტომბერი იყო ამის გამსაზღვრელი და ამას რატომ გეკითხეთ იცით დავაკონკრეტებ. აი იგივე თქვენ ასე ვთქვათ, აღარ ვიცი რა უწოდა ოპონენტები თუ კოლეგები, მოკეთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რაღაც უნდა ნაციონალურ მოძრაობად თქვა, რომ პარლამენტის შესვლა არის ღალატი და ის ამის ფასს გადახარია გადაიხდის. ანუ ძალიან მძიმე ბრალდებებად დაგიჯდათ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლა და რატომ ახლა? იმიტომ რომ თავიდანვე და თქვენი ყოფილი კოლეგები ეჭვი იმიტომ შეაქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება თავიდანვე ხომ არ ქონდა თქვენს პარტიას მიღებული, იმიტომ რომ ერთადერთი იყავით ვინც სიები არ ჩახსნა. და მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ გახარიას პარტია ალბათ რაღაც მომენტს დაელოდება და შევა პარლამენტში. გსმენიათ ალბათ, რა შეიძლება არასწორი იყო? არა, ხო და ამიტომ ისინი ამბობენ, რომ თქვენ თავიდანვე ქონდათ გადაწყვეტილი, ანუ ბოიკოტი არ იყო თქვენგან, ასე ვთქვათ, გუწველი აქტი მათთან ერთად. ასე იყო ეს თუ რამე შეიცვალა და ახლა დადგეს? ჩვენ მე გაგახსენებთ, რომ აი ბოლო პერიოდში, როდესაც მათ შორის გიორგი გახარიამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ პოლიტიკური ბოიკოტი იყო შეცდომა, მაშინ რადგანაც ყველამ ჩათვალა, რომ ამ შეცდომის გამოსწორება ავტომატურად ნიშნავდა პარლამენტში შესვლას, მაგრამ ჩვენ ამბობდით, რომ სხვადასხვა ფორმები განიხილებოდა და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდით იმ პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც იქნებოდა 4 ოქტომბრის შემდეგ. თავისთავად 4 ოქტომბერი იყო რაღაც წყალგამყოფი თარიღი, ეს პირობებში იყო არჩევნების დღე, ასევე ორივე თვალსაზრისით. და ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიგვეღოს სწორედ 4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ იმდენად რთული აი ამის ახსნას ვცდილობ, ნინო. იმდენად რთული ვითარება შეიქმნა, იმდენად გააძლიერა კიდევ მეორე ფაეს მართლა მოძალადე რეჟიმი ოცნების სახით კიდევ უფრო გააძლიერა აი ამ უპასუხისმგებლო პროვოკაციამ, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 ოქტომბერს, რომ ამის გაგრძელება უბრალოდ ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ამის გაგრძელება ასე აღარ შეიძლება. და დიახ, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ პარლამენტში და დიახ, ჩვენ ქართული ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი უნდა გავახმოვანოთ საქართველოს პარლამენტში, იმიტომ რომ შეუძლებელია ის გაგრძელდეს, რაც დღეს ხდება. დღეს ახლა რეალურად ქვეყანა არის ჩიხში. და ეს რადიკალიზაცია ღებულობს უკვე ძალიან საშიშ ფორმებს, ხო? და ეხლა თქვენ ასევე მინდა დავაზუსტო, რომ ეხლა ისე არ გაიგოს მაყურებელმა, რომ თითქოს სრული პასუხისმგებლობა ჩვენ ეხლა ოპოზიციაზე გადაგვაქვს. რა თქმა უნდა, მათი ძირითადი პასუხისმგებლობა მათია, პირდაპირ ვიტყვი ამას და ჩვენ რა თქმა უნდა ამის აღიარების არ გვეშინია და პირდაპირ ვამბობთ, რომ დიახ, ეს არის იმ პასუხისმგებლო პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა, რომლებიც კიდევ იმეორებ, ან დამნაშავის როლში. ან სასარგებლო იდიოტის როლში, ან შეცდომაში შეყვანილი პოლიტიკოსის როლში. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა როდესაც ჩვენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იღებ და ხალხს მოუწოდებ რაღაც მშვიდობიანი აქციის დამხობის აქციაში გასვლისკენ რუსთაველზე და ეუბნები რომ არ წავიდნენ არჩევნებზე, ხო? ეხლა ეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სხვათა შორის ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისგან იყო, ხო? იმიტომ რომ დღეს ეხლა ერთის მხრივ ქალბატონი სალომე თავის თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტად უწოდებს და ამ დროს გამოდის და ადამიანებს მოუწოდებს არჩევნების სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყავით, ბატონო გიორგი. მის ირგვლივ იკრიბებოდით. ანუ რაღაცა ურთიერთობა იყო პარტიებს შორის. რატომ ვერ შეძელით ახლა, თუნდაც თქვენი პარტნიორი სამარჩევნებზე ლელოსი, გასაგებია რომ სრულად ოპოზიციას თქვენ ვერ დაარწმუნებდით და განსაკუთრებით მათ ვინც ძალიან მხარს უჭერს ამ საპროტესტო აქციებს და თქვა ქუჩის პოლიტიკას ეგრეთ წოდებულს. რატომ ან თუ გქონდათ საერთოდ კონსულტაციები ლელოსთან, გასაგებია რომ ისინი ვერ შემოვიდოდნენ, მაგრამ ისინიც ამბობენ რომ არ იზიარებენ
ყოველ შემთხვევაში რამ გადაწყვეტილებას ეს სერიოზული თავდასხმები არ მისმენია, მაგრამ ისინი ამბობენ რომ თქვენ არ უნდა შესულიყავით პარლამენტში. პირველ რიგში მე მინდა დავასრულოთ ერთ წინადადებად, თუმცა საშუალებას ახლა არ გაიგოს ჩვენ მაყურებელმა ისე, თითქოს ჩვენ სრულად ვაკისრებთ პასუხისმგებლობას მხოლოდ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. Რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერი პირველ რიგში თუ იმას პასუხისმგებლობა, ეს არის ოცნების პასუხისმგებლობა და მე ეს გუშინ პარლამენტშიც თქვი, იმიტომ რომ ოცნებას შეეძლო ყველა რესურსი ქონდა და ყველა ბერკეტი ქონდა იმისთვის რომ აღეკრეთა ეს პროვოკაცია, მაგრამ ეს არ გააკეთა. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს შესაძლოა მართლაც სწორედ ოცნების დაგეგმილი ყოფილიყო და შემდეგ განხორციელებული ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ხელით და მათი ჩართულობით და დახმარებით. ეს გამოსაძიებელი ამბავია. ეს გამოსაძიებელი დაგეგმა და აღასრულა ნაციონალურ მოძრაობამ რანაირად ხდება. ამის ტექნიკა არსებობს და რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო რომ ეს ასე ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ ვამბობთ რომ ეს ფურცელი ასე ვერ გადაიფურცლება თუ დამნაშავის დამნაშავი არ დაერქმევა და შეცნომას შეცნომა არ დაერქმევა. და ამისთვის ამის მოვა ამის დრო, როდესაც საზოგადოება ნამდვილად გაიგებს სიმართლეს და ანუ თქვენ არ მიგაჩნიათ რომ ლევან ხაბეიშვილი როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებს, იგივე ირაკლი ნადირაძე, პატა ბურჭულაძე რომ არიან პოლიტიკური პატიმრები, თქვენ დამნაშავები უნდა დაისაჯონ და თვლით რომ ორგანიზატორები უნდა იყვნენ დღეს საპატიმროში. ცოტა შორისში არ გულისხმობთ, ნახეთ, მე არავის საპატიმროში ყოფნა არ მინდა ნამდვილად და არც ჩვენ გუნდს. მაგრამ როდესაც შენი უპასუხისმგებლო ქმედებით დღეს ვღებულობთ ჩვენ კიდევ უფრო გაძლიერებულ ოცნებას რომელსაც მიეცა ლეგიტიმაციის კრიზისის დაძლევის დამატებითი საფუძველი, მოდი ასე ვთქვათ, და საფუძველი იმისა, რომ საკუთარ ამომრჩეველში გაამართლოს საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმის კიდევ უფრო მეტად დამძიმება და კიდევ უფრო მეტად ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემნახველი კანონების მიღება, აბა მაშინ ვისი პასუხისმგებლობაა ეს? თუ დღეს კიდევ ვიმეორებ ლეგიტიმაცია ვინმე მისცა ოცნებას. არ ეს გავიგე, უბრალოდ დამნაშავეები გვინდა რომ დაისაჯონო და თუ საპატიმროში არავინ არ მოხდა რომ უნდა დაისაჯონ, თორე თქო ნახმე არ არის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გულისხმობ. ნინა მოდი ეს დავაზუსტოთ, კიდევ ვიმეორებ, ხა არავის ისედაც სავსეა საპატიმროები. პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობ. პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ხა შეუძლებელია ასეთი ტიპის დანაშაული დადგეს შენი მოქმედებით, პირდაპირ თუ ვირები მოქმედებით და ხა შენ კიდე გამოხვიდე და ანალოგიური რაღაცა მოწოდებებით გამოხვიდე, როდესაც ერთხელ უკვე ასე დააზიანე პოლიტიკური პროცესი. ასე რომ ეს რა თქმა უნდა არის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი. ხო თუ იქ არის რაიმე ტიპის დანაშაული, ცხადია ეს გამოძიების ამბავია და ცალკე საკითხია და ცალკე უნდა განვიხილოთ. ახლა რა დაუბრუნდეთ თქვენს კითხვას ლელოსთან? ხო, თუმცა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი ალბათ მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობით ვერ შემოიფარგლება. ნუ გასაგებია, ამიტომ ვამბობ, რომ აქ ორი მდგენელია, არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის და არის რეალურად დანაშაულის და ნუ ამას ახლა კიდევ ვიმეორებ, უკვე ჩვენ იმდენად მართლაც გაუმართლებელი დანაშაული ვიხილეთ, რომ ძალიანაც რო გვინდოდეს ამ ადამიანების გამართლება, შევდიოდეთ მათ მდგომარეობაში, უბრალოდ შეუძლებელია ახლა გამოვიდეთ სამწუხაროდ აღარ გვაქვს საფუძველი და საბაბი რომ ამ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები დაუწახოთ, ხო? კარგით. კიდევ ერთი მინდა კითხო, თქვენ იყავით ლელოს პარტნიორი ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელშიც ლელოს მონაწილეობდა ანუ თქვენთან ერთად და ის მაინც მოხვდა აკრძალულ პარტიათა სიაში. და თქვენ არა. რით იხსნით ამას? და რატო ვკითხულობ? იმიტომ რომ თქვენზე, როდესაც ითქვა რომ არ მოხვდა გახარიას პარტია, ფაქტიურად შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ გახარია საქართველოს აი პარტიის შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საფუძველში, თუმცა იმ ნაბიჯით რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ გამოაცხადეს რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებენ და დღეს განაახლეს კიდეც საქმიანობა, ამ არგუმენტით თავი გაითავისუფლეს. ანუ ღიად თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ რომ ეს აღმოჩნდა არგუმენტი თქვენს წინააღმდეგ არ შეეტანათ სარჩელი. მაგრამ რატომ ლელო? ცოტა ლელოს როგორ ხსნით თქვენ მე მესმის ზუსტად ვთქვათ რომ ზოგადად ამ პარტიების აკრძალვის რა თქმა უნდა ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით მომხრე ამ პროცესის, ხო? იმიტომ რომ ახლა სხვა საქმეა, ახლა ნაციონალურ მოძრაობას თავის დანაშაულების გამო რა ეკუთვნის და რა არ ეკუთვნის, მაგრამ ეს სასჯელი, მოდი ასე ვთქვათ, პირველ რიგში ხალხმა უნდა გამოიტანოს, ხო? ანუ შენ თუ პოლიტიკური პარტიის დამარცხება გინდა, პირველ რიგში პოლიტიკური პარტია უნდა დაამარცხო არჩევნების გზით. ანუ ამომრჩეველმა უნდა გასცეს მას პასუხი და არა, ნუ არ ვიცი რაღაც ამომრჩეველმა გააუქმოს, ასე ვთქვათ, მისი პოლიტიკური საქმიანობა. გააუქმოს არა, გადაიყვანოს ოპოზიციაში და მიუჩინოს საკუთარი ადგილი, როგორც ეს ხდება ნორმალურ ცივილიზებულ დემოკრატიებში, ხო, მაგრამ ახლა როდესაც ჩვენ მიდიხარ და პირდაპირ აუქმებ ამ პარტიას, ნუ გასაგებია ახლა ეს ვერ ჩაითვლება ვერანაირად რაღაც კონსტიტუციურ და სამართლებრივ და დემოკრატიულ ნორმად, ხო? მიუხედავად იმისა, კიდევ ვიმეორებ, რომ კონკრეტულად ამ პარტიას, რა თქმა უნდა, მართლაც უამრავი დანაშაულები ჩადენილი. და ჩემი კითხვის არსიც ზუსტად ეს იყო, გიორგი ბოდიში იმავე თემაზე გიკითხებით, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ბევრმა სასამართლოს წინაშე აგო პასუხი, კონკრეტულ დანაშაულებები იყო ჩადენილი, ხო, რაღაც სასამართლოთიც დადგინდა, ბრალდებული მაღალჩინოსნები არსებობენ, დღემდე ციხეშია ვთქვათ პრეზიდენტი და სასჯელს იხდის და აქ კიდევ ვთქვათ რა იყო ოცნების мотиваცია გასაგებია, მაგრამ აი ლელოს შემთხვევაში რას ფიქრობთ? იმიტომ ვკითხეთ, იმიტომ რომ მათ ასეთი წარსული არა აქვთ გულისხმობ ყოფილი ხელისუფლების. პირდაპირ რომ გითხრათ, უბრალოდ ვერ ხსნით, იმიტომ რომ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ოცნების ლოგიკა ზოგადად ჩვენთვის ბოლომდე
ვერ ხსნით ლოგიკას, იმიტომ რომ ხა იგივე პაპუაშვილს რო უსმინეთ, ზოგადად ძალიან მინდა გითხრათ, რომ ძალიან სუსტი და გაუგებარი დასაბუთება იყო ზოგადად ამ აკრძალვების, მაგრამ ლელოსთან მიმართებაში საერთოდ ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავთ და პირველ რიგში აქვე მინდა დავაფიქსიროთ მხარდაჭერა. ლელოს მიმართა ჩვენი სოლიდარობა ლელოს მიმართ ახლა ნამდვილად ეს არის ძლიერი პოლიტიკოსებისგან შემდგარი გუნდი და დარწმუნებულება როგორც არ უნდა იცოდეს ოცნება ლელო თავის სიტყვის ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ისტორიაში ეს არაერთხელ დაუმტკიცებია და ამას გააკეთებს ასე რომ ჩვენი მხარდაჭერა ლელოს მაგრამ რაც შეეხება თქვენ კითხვას ძალიან რთული ამაზე პასუხი კიდევ იმერობ იმიტომ რომ უბრალოდ გაუგებარი არის ოცნების ლოგიკა იმიტომ რომ ერთი არას ამბობს ოცნება და მეორე არას აკეთებს სხვათა შორის მე პირადად ნინო ახლა ძალიან გულწრფელად მინდა გითხრათ აი რო გითხრათ რომ მე პირადად მჯერა რომ დღეს ოცნებას მართლა სურს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა, აი პირდაპირ გეტყვით გულწრფელად რომ არ მჭერა მე ამის. მაშინ რას აკეთებს ხელისუფლება ამით? ანუ შეაქვს არჩელი საკონსტიტუციო აკეთებს იგივეს, რაც აქამდეც ბევრჯერ გაუკეთებია. ანუ ნაციონალური მოძრაობის შიშის ფაქტორით ხელისუფლების გახანგრძლივება. ეს არის ოცნების მთავარი. ხო, მაგრამ თუ კი ის გააუქმა, თუ კი ის აკრძალა, ნაციონალური მოძრაობის შიში ხო აღარ იქნება, ვთქვათ, იმ მომრჩეველში, ვისაც თქვენ გულისხმობთ. ჩვენ მთელი პერიპეტიები იყო ამ ასე ვთქვათ, სარჩელის გამოქვეყნებამდე, ხო, გასაჯაროებამდე და ნუ იქ იყო საუბარი ჯერ ეგრეთ ინდივიდებზე და თითქოს რაღაც ძალიან ვრცელი სია მზადდებოდა. კი, მათ შორის იყო მოლოდინის ხოჭოზე გიორგი გახარიაც იქნებოდა, ორჯერ ნახეთ კომისიაზე, თუ კომისიის დასკვნით იყო, ხო, უამრავი დაპირისპირება ნახეთ, იქ ჩორჩანას საქმე იყო. რა ვიცი, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გიწოდებდნენ, ანუ სიმართლე გითხრათ, მე მოლოდინი მქონდა, რომ თქვენი პარტიაც იქნებოდა ამ სიაში. ჩვენს მქონდა ამის მოლოდინი. იმიტომ რომ იყო სულ კოლექტიურად ბრენდის ქვეშ პარტიებზე საუბარი. ხო, იმიტომ რომ ეს ოცნების ხელწერაა. ჩვენ რა ამბობდით, რომ ჩვენ ნებისმიერი სცენარისტ ნებისმიერი შედეგისთვის ვართ მზად, ვიყავით მზად და დღესაც ვართ მზად. მაგრამ ერთი არას ამბობს ოცნება კიდევ ვიმეორებ, მეორე არას აკეთებს, იმიტომ რომ იყო აი საუბარი ახლა დაზაფრეს საზოგადოება, ხო, რაღაცა სიაზე, ათეულობით პოლიტიკოსი შეიძლება აქ მოხვედრილიყო, რომელსაც ინდივიდუალურადაც ექნებოდა მათი განცხადებით პრობლემა პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების და იყო ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიის პრობლემა, რომ კი ბატონო ჩვენ შეიძლება აღვძალოთ აი ესა თუ ის პარტია, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა და აქვე ვდებთ ისეთ მექანიზმებს, რომ ამ პარტიის მემკვიდრე პარტია ვეღარ შეიქმნას. ეხლა რა ვნახეთ ის რომ მემკვიდრე პარტიის ასე ვთქვათ, მექანიზმი არის ბუნდოვნად დატოვებული, იმიტომ რომ როცა მოუნდება ოცნებას, გამოიყენებს ამ მექანიზმს, როცა მოუნდება არ გამოიყენებს. ეს ერთი და ეს ინდივიდების სია საერთოდ აღარ არის. ამიტომ რისი ახსნა მინდა ნახეთ. რა თქმა უნდა ეს არის ჩემი ვარაუდი და რთულია ესე პირდაპირ თქვათ და ხელი დავადოთ რომ ეს ასეა, მაგრამ გამომდინარე იმ პრაქტიკიდან, რაც უკვე საკმაოდ წარმატებით და ეფექტურად საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით უკვე დანერგა ოცნებამ ბოლო წლების განმავლობაში და ეს რამდენჯერმე გამოიყენა, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის როგორც მტრის ხატის, როგორც აი საფრთხობელას პირდაპირ ვთქვათ და მოსახლეობის დაშინების ფაქტორი, ნუ ეხლა მე არ გამოვრიცხავ, რომ ეხლა შეიძლება სამართლებრივად ნახეთ ნინო ასეც რომ მოხდეს. მე სიახსნა აი ვიტყვი ხოლმე დავასრულებ. სამართლებრივად აი დავუშვათ და მოხდა მართლაც ეს უკანონო გადაწყვეტილება და ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა. ოცნება არასდროს პოლიტიკური ველიდან არ გააქრობს ნაციონალური მოძრაობის რაც არ უნდა სახელით იყოს ის ახლიდან დარეგისტრირებული შიშის ფაქტორს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ოცნება საკუთარ ძალაუფლებას დაკარგავს მყისიერად ძალიან მალე, თუ ის პოლიტიკურად, ასე ვთქვათ, აი პოლიტიკური манипуляციებისთვის არ გამოიყენებს ნაციონალური მოძრაობის ფაქტორს. აი ამის ახსნა მინდა. ასე რომ დავიმახსოვროთ ეს კი ბატონო და თელმა ქვეყანამ ეხლა კიდე უნდა იცხოვროს კიდე 9 თვე მერე სარჩელები, მერე კიდე მემკვიდრე პარტია ვინ იქნება, მერე როგორ გააგრძელებენ ეს პოლიტიკოსები მოღვაწეობას და ასე შემდეგ. ეხლა რა თქმა უნდა ეხლა ჩამოთვალეთ თქვენ ეგრეთ წოდებული ერთკაციანი თუ არ ვიცი როგორ ახსენებ პაპუაშვილმა პატარა პარტიები, ხო? ხა რა შეუშლის ხელს მაგალითად ოცნებას, რომ ახალი არჩევნების დროს ამ პარტიებს ეს პარტიები არ შეფუთოს როგორც აი იმ თუნდაც აკრძალული ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებად. იმაში არავინ შეუშალა ხელი რომ ჩვენთვის აკრძალვის საკითხიც დადგეს? არა, ამას კი არ ველით პირიქით. ანუ ამ პარტიებს ვაღარ გრძალავენ ახლა ზოგადად მე ძალიან მეღიმება ამაზე სერიოზულად საუბარი ცოტა რთულია უკვე, მაგრამ ანუ რა შეუშლის ხელს ოცნებას იმაში, რომ მაგალითად გირჩიც და დროა არ შეფუთოს როგორც ნაციონალური მოძრაობის გაგრძელება. ახლა იმაში არაფერმა შეუშალა. მტრის ხატის შესაქმნელად მტრის ხატის ამას მხოლოდ პიარულ და ასე ვთქვათ манипуляციურ ინსტრუმენტად გულისხმობ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას. ახლა იმაში არაფერმა შეუშალა ხელი, რომ ვინ და გიორგი გახარიასთვის და ჩვენი გუნდისთვის დაებრალებინათ კოლექტიური ნაცობა და ახლა ასე ვთქვათ გირჩის და დროასთვის იმის დაბრალებას რა თქმა უნდა ძალიან მარტივად შეძლებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ნახოთ ამას დრო გამოაჩენს. უბრალოდ მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ეს ნაბიჯი ასე კი
ასაბუთებს ოცნება და ამით ამართლებს, რომ ჩვენ გვინდაო დავასრულოთ ეს გაუთავებელი რადიკალიზაცია. გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი, რომ სხვა პარტიებს მიეცეთ საშუალება. აი ესე ფუთავს ამას, მაგრამ სინამდვილეში სრულიად საპირისპიროს აკეთებს ამ გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილებით სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ხო ამბობს ოცნება, რომ ჩვენ უნდა ჩავაქროთ, ასე ვთქვათ, ტემპერატურა დავწიოთ და გავაჯანსაღოთ და გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი ოპოზიციას. სრულიად საპირისპიროს აკეთებს. დამეჯერეთ, იმიტომ რომ ოცნება ყოველთვის გააჩენს დაპირისპირების და რადიკალიზაციის ახალ და ახალ კერებს და ეს ყოველთვის ამა თუ იმ ფორმით იქნება დაკავშირებული სახელთან, რასაც ქვია ნაციონალური მოძრაობა, ანუ არსებული ცუდი მართლობის ანუ ოცნების რეჟიმის კიდევ უფრო უარესი ალტერნატივა. კარგით, მადლობა და ჩვენ დრო მოიწურა, მაგრამ ბოლოს მაინც მინდა გითხოთ, თქვენი ლიდერი გიორგი გახარია ბოლო პარტიული გადაწყვეტილების შემდეგ თუ აპირებს დაბრუნებას საქართველოში, ნუ გულისხმობ პარლამენტში, თქვი კაჭარის უზენაეს საბჭოში, საკრებულოში, ანუ ყველა იმაში დაიკავეთ ადგილები, შესაძლოა გახდეს გამსაზღვრელი თუ იცით, ვერ გეტყვით. და ზოგადად მისი წასვლა და ქვეყნის დატოვებაც ხო არ გახდა ზუსტად იმ უფრო დაბალი მაჩვენებლის მიზეზით, ეს იქვე მინდოდა სხვა შორის არჩევნების შედეგებზე მეკითხა, როდესაც ლიდერმა დატოვა პარტია და წავიდა. გულწრფელად რომ გითხრათ, შესაძლებელია ერთ-ერთი ფაქტორი ესეც ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას არც ერთი დღით არ შეუწყვეტავს არც საზოგადოებასთან კომუნიკაცია და იცით თქვენ არაერთი მისი ინტერვიუ და არც პარტიის მართვა, რა თქმა უნდა, ის არის ჩართული პარტიის მართვაში ისევე ეფექტურად, როგორც საქართველოში ყოფნის დროს, მაგრამ ნახოთ თქვენ თავად ახსენეთ ეს ჩორჩანეს რაღაც გაუგებარი საქართველოს საკუთარი სამშობლოს მიწების მშვიდობიანი დაცვის გამო, ახლა 15 წლიანი მოხლით, რომ საქმეა აღზრული პოლიტიკოსის მიმართ, მეც პირადად ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკოსმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავიც გადაირჩინოს, პარტიაც გადაირჩინოს და გააგრძელოს ბრძოლა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ნახოთ, ახლა ამას თავად გადაწყვეტს, მაგრამ თქვენ თუ იმის გვაგინათ, რომ ეს რაღაცნაირად უკავშირდება ახლა ჩვენ პარლამენტში შესვლას, ან ამ საკონსტიტუციო საბჭოს ან ასე შემდეგ. ხო არა, მესმის რომ შეიძლება იყოს კიდეც ეს ამაში არ არის არავითარი პრობლემა, არ მგონია რომ გარიგებაში სდამდეს მასებრალი რომ პარლამენტში გაიცვალა აკრძალვის ის და მოკლედ აღარ მივყევი ღამითებს ზოგადად ჩვენ კიდევ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც თვლის, რომ ხალხის მიერ მონიჭებული ნებისმიერი მანდატი, ეს იქნება პარლამენტი, ეს იქნება საკრებულო, ხალხის სამსახურში უნდა დააბრუნოს და ყველაფერი უნდა ეს 24-ივე უნდა გაგეკეთებინათ მაშინ. შესაძლოა, ამიტომაც ვაღიარებ შეცდომას და სხვებისგან გავსხვავებით, ჩვენი შეცდომების აღიარების პრობლემა არ გვაქვს. მადლობა დიდი, რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. გიორგი შარაშიძე